არც თუ დიდი ხნის წინ ვინმე ლევან მაჭავარიანმა, რომელიც კალაძე კახას საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, თუ არ ვცდები, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა და გამოირჩევა, ისი თქვენ რომ თქვა შემდეგი სიტყვები, წარმოთქვა შემდეგი სიტყვები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრობიუროკრატები შეეგუებიან იმას, რომ ვერ ჩაანაცვლებენ ქართულ ოცნებას საქართველოში ვერც არჩევნების გზით და ვერც არეულობის გზით. დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს. როგორც ჩანს, ეს განცხადება ვინმე ლევან მაჭავარიანისა გარკვეულწილად გახდა ქართულ ოცნებაში, უშუალოდ ქართულ ოცნებაში განხილვის საგანი. რას ნიშნავს? ვერ ჩაანაცვლებენ ქართულ ოცნებას საქართველოში ვერც არჩევნების გზით. როგორც ჩანს, ქართული ოცნების ლიდერებმა იმსჯელეს ამ საკითხზე და ლევან მაჭავარიანს ერთგვარად დაუწუნეს ეს მოსაზრება, თქვეს რომ აი ეს კი აღარ უნდა გეთქვა ლევანო. არჩევნების გზით თუ არჩევნები დემოკრატიული იქნება, რასაკვირველია და ღირსეული კონკურენტი, ღირსეული ოპონენტი გამოგიჩნდება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ჩვენ წამსვლელები ვართ ყოველ შემთხვევაში. ეს უნდა ვთქვათ, აკი ბიზინა ივანიშვილმაც კი თქვა წინა საარჩევნო პერიოდში 1 წლის წინ დაახლოებით, რომ მეც კი მომბეზრდა 12-13 წელია რომ არსებობს ერთი პარტია რომელიც მართავს, ეს ბუნებრივია რომ მომაბეზრებელიაო და აი ახლა გინდა არ გინდა შენ ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიდიხარ და რაც თავარია ოპოზიციურმა საზოგადოებამ, ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ აიტაცა და ამის გამო გიმოდიშებთ თქვენ და დაგვახურა თავზე. ხო და გადაწყვეტილება მიიღეს ქართულ ოცნებაში, რომ როგორღაც დაებალანსებინათ ვინმე ლევან მაჭავარიანის ეს სიტყვა და გამოვაგორეს მძიმე, არა, პირდაპირ მნიშვნელობით მძიმე წონოსანი არა, რასაკვირველია, მაგრამ მძიმე წონოსანი კიდევ ერთი ბანდიტი, ასე უნდა ვთქვა, თუმცა ვერ მიედავები, მაგალითად კორუმპირებულობაში, ამდენადაც მე ვხვდები, ვერ მიედავები იმას, ვისაც ახლა ვახსენებ, მაგრამ ბანდიტი იმდენად რამდენადაც ისიც სახელმწიფოს მიმტაცებელია, იმ გუნდის წევრია, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა და აქედან გამომდინარე უკლებლივ ყველას უნდა დავარქვათ, შევარქვათ ხოლმე, სწორედაც რომ ბანდიტი უნდა ვუწოდოთ. ჩვენ ოპონენტების გაქრობა კი არ გვინდა, სასიცოცხლოდ და წყალივით გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი ოპონენტი, რაც არ უნდა ახლა მე სულ რამდენიმე წუთის წინ ძალიან მკაცრად შემომეკრიტიკა ერთ-ერთი მათგანი არის ასეთი ქართული სიტყვა, შემომეკრიტიკაზე ამახვირებს ყურადღებას, ეს ხალხი საჭიროა და მე მივესალმები, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში. ცხადია, სიტყვების ავტორი თეა წულუკიანი გულისხმობს გახარიას, რომ არ დაინდეს იმ გახარიას და გახარიას გუნდს. ისინი შევიდნენ პარლამენტში და უტრირებულად, რასაკვირველია, ვუტრირებ, ცხადია, მაგრამ საუბრობენ მხოლოდ მუნის პრობლემაზე, ცხადია, მნიშვნელოვანზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო პრაქტიკულად მიტაცებულია ხსენებული მაჭავარიანის, ხსენებული წულუკიანის და ამათ ვინჩივის, კობახიძის, პაპუაშვილის, მდინარაძის, სხვათა და რასაკვირველია, პირველ ყოვლისა ბიზინა ივანიშვილის მიერ გახარიას პარტია მხოლოდ ვუტრირებ, ცხადია, კვლავ ვიმეორებ, მაგრამ მხოლოდ მუნის პრობლემებზე საუბრით არის დაკავებული და ამანაც ვერ უშველა გიორგი გახარიას, ვერ უშველა რამდენადაც ისიც თქვენ რომ გუშინ, ამაზე მე მგონი ვერ მოვახერხე, ვერ მოვასწარე გუშინ ლაპარაკი, გუშინ თუ მოვასწარე, აღარ მახსოვს. გუშინ გამოვიდა ეს გენერალური პროკურორი, გვარს რომ ვერ ვიმახსოვრებ, მორიგ ჯერზე და თქვა რომ გახარია ჩორჩანას ამბავთან დაკავშირებით, რაც თავარია, მოვასწარე ლაპარაკი გამახსენდა. არა მხოლოდ ჩორჩანას ამბავთან დაკავშირებით, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებით 2019 წლისა არის ბრალეულიო და ეჭვმიტანილიო თუ გნებავთ ასე ვიტყვი და მას თუ დაუმტკიცდება ბრალი მურუსიძე ბანდიტის და ისიც ხო ბანდიტია, რასაკვირველია სასამართლოში, თუ დაიჭერენ რასაკვირველია, ან დაჭერის გარეშე, ესე იგი შეუფარდებენ მსჯავს 13 და ახლა მაქსიმუმ, მოდი ასე ვიტყვი, 13 წლის ოდენობით ჩორჩანას ამბებზე, ჩორჩანაში საგუშაგოს აგებაზე, გახარიას ვერ უშველა აი ამ კომპრომისულმა კი არა, ჩემი აზრით საერთოდაც კონფორმისტულმა ნაბიჯმა შეგრიალებამ პარლამენტში პარლამენტისში 12 დეპუტატის შეყვანამ, ხელფასის აღებამ, სიების არჩახსნამ და ასე შემდეგ და ამ ოპოზიციური ერთობის ისიც რა ერთობა ეს არის, მაგრამ ამ ოპოზიციური მხიფე ერთობის საერთოდ შემორღვევამ გახარიას გონია
წარმოდ ეგონა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, რომ ეს იქნებოდა მისი ინდულგენციის საფუძველი ჩაბოდი გიორგიო, ეტყოდა თეატროლოგიანი თუ მისი ნაჩალსტვა, კობახიძე თუ უშუალოდ ბიზიდა ივანიშვილი, ახლა კი რაღაის შემოხვედი პარლამენტში შენ გაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში აკოფნის და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა საშუალებაო, რაც ასე არ აღმოჩნდა დაუნდობელია, არა მხოლოდ თეატროლოგიანი, რომელიც იყო კომისიის თავმჯდომარე იმ კომისიისა, რომელმაც დაწერა საქართველოს ღალატის დასკვნა, არამედ დაუნდობელია პირველ ყოვლისა ცხადია ბიზინა ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ მან გახარიამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაზეც პასუხი საგები არა აქვს ჯორჯანაზე და ასევე თქვა, რომ მან გახარიამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაზეც მხოლოდ მას არა აქვს პასუხი საგები. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 20 ივნისთან, ანუ გავრილოვის ყაბესთან დაკავშირებით უშუალოდ ბიზინა ივანიშვილიც იყო საქმის კურსში მინიმუმ ყველაზე რბილად ვამბობ, მან მიიღო განაცხადება იმის თაობაზე, რა უნდა ეკნათ ახლა დათვის ტყვიები ესროლეთ და ვეფხვის შაშხანები ოცხადია, ეს არ უთქვამს უშუალოდ ბიზინა ივანიშვილს, მაგრამ ის კი ზოგადი სიტყვიერი ბრძანება, რომ მაქსიმალურად დაშალეთ და მიანგრმოანგრიეთ ეს დეპუტატები კი არა, ეს ოპოზიცია და ხალხი, რომელიც გამოსული იყო ქუჩაში 2019 წელს, ეს კი ბიზინა ივანიშვილს ნათქვამი ექნებოდა, ნამდვილად ნათქვამი ექნება. ეხლა რაც შეეხება თეატროლოგიან ბანდიტს, ის უფრო საინტერესო პასაჟებიც აქვს, რომელიც სწორედ ლევან მაჭავარიანის კონტექსტში უნდა წავიკითხოთ ხსენებულის, რაც არ უნდა ხანდახან გამოცდილება აკლდეთ ან ოპოზიციას. ხო გახარიას ჯგუფს შეიძლება გაგეღიმოს, მე პირადად ხანდახან რაღაცებზე მეღიმება, ძალიან მნიშვნელოვანია მათი პარლამენტში ყოფნა. დიახ, გაправებისთვის, თეატროლოგიანის გაправებისთვის, იმისთვის რომ ბჭყალებში ლეგიტიმურად ჩაითვალოს ქართული დეფისი რუსული ოცნება, ბუნებრივია რომ გახარიას 12 დეპუტატის და ისე რომ ლიდერი ეგრაბაგის პასუხია საპატიმროში წავა თუ ემად ჩაავლებენ სადმე, გაправებისთვის რასაკვირველია მათი ყოფნა მნიშვნელოვანია. ბარემ ვიკითხავ, მოდის ვიხდი, თუმცა სხვა სალაპარაკოებიც მაქვს. ემან დრო ჩანიშნოს ბიზინა ივანიშვილმა არჩევნები 2026 წლის, ასე მაგალითად მაისში. გიორგი გახარია არის ამ კითხვის ადრესატი. თქვენ პარტიით გახარია საქართველოსთვის მიიღებს თუ არა მონაწილეობას თქვენ, რომელსაც დეპუტატობის უფლებაც კი არ გექნებათ, იმიტომ რომ დაუსწრებლად მაღალი ალბათობით შეგიფარდებენ ხსენებულ 13 თუ 11 თუ 9 თუ 10 წელიწადს იმისთვის, რაც თქვენ ჩაიდინეთ 20 ივნის და 19 წლის 20 ივნის და რაც არ ჩაგიდერიეთ, ანუ არ ახარ დაამნაშავე, ღიად გეუბნებით, ღიად ვამბობ, ჯორჯანაში საგუშაგოების აგება რომ გააკეთო, საგუშაგოები რომ ააგეთ, ამაში თქვენ მიიღებთ თუ არა მონაწილეობას, ანუ თქვენი პარტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას და ისე მიეტენება თუ არა უკაცრავად სიტყვისთვის ცხადია ამ თეატროლოგიანს კი არა, ამ ქართულ რუსულ ოცნებას. უფრო მნიშვნელოვანი სიტყვაც მაქვს სათქმელი, იცით თქვენ, რომ ბევრი ჩვენგანი, მათ შორის მეც ამბობს ხოლმე, რომ ახალგაზრდები უნდა გამოვიდნენ, ახალგაზრდებმა უნდა შექმნან პარტიები, ახალი პარტიები და ასე შემდეგ. აქვე ვიტყვი და ხაზგასმით ვამბობ, ახალგაზრდები თუ გამოვლენ, ისიც ღმერთმა უწყის და პოლიტიკურ პარტიებს თუ პარტიას თუ შექმნიან, ქართული ოცნება ამ ყველაფერს არ დაუშვებს, თუ ეს პოლიტიკური სუბიექტი ახალი ჩაისახება ქუჩაში, დაიბადება ქუჩაში და ქუჩიდან აღმოცენდება. ყველა ვინც ქუჩაშია მემარცხენე, მემარჯვენე, ცუდი, კარგი, მახინჯი, ლამაზი, ჭკვიანი, უჭკუო, გონიერი, არაგონიერი და ასე შემდეგ, ქართული ოცნების და კონკრეტულად თეატროლოგიანის წარმოდგენით ის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ამიტომ ქუჩაში დაბადებულებს ყველას ჩაძირავს ქართული რუსული ოცნება, თუმცა მეც მithქვამს აკითხავთ, რომ ეს კარგი იქნება მეთქი, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ხელოვნური პროცესი, არ შეიძლება დაიბარო რომელიმე კარგი თუ ცუდი ახალგაზრდა, კარგი ან უკეთესი ახალგაზრდა და უთხრა, რომ აი ხა შენი ძმაკაცები შეკრიბე და მოდი პარტია ჩამოვაყალიბეო. არ შეიძლება, რაც არ უნდა მენტორი იყო მათი, ან მათი მიაჩნდეთ, რომ შენ მენტორი ხარ, გამოცდილი ხარ და ასე შემდეგ. არ დავასახელებ ერთ პოლიტიკურ მიმოხილველს, რომელმაც გუშინ წინ პრინციპში რატო არ დავასახელებ, ჯანსაღი კრიტიკა, ოღონდ მართლა ჯანსაღი კრიტიკა სწორიც არის, გუშინ იყო თუ გუშინ წინ, გუშინ თუ არ ვჩნდები, გია ხუხაშვილი გამოვიდა და აქავართ ჩვენ რაღაცებს ვურჩევ თუ ამ ახალგაზრდებს, ოღონდაც კი ისინი
გამოვიდნენ და პარტიები დაარსონ. არსებითად არ განსხვავდება გია ხუხაშვილის განცხადებისაგან, როგორც მას კი არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ემთხვევა ხანდახან ასე ხდება ხოლმე. ამ შემთხვევაში გია ხუხაშვილისა და თეა წულუკიანის განცხადება ჩვენ ასევე გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი პარტია ჩამოყალიბდეს, ამბობს თეა წულუკიანი. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა გავაგონონ თავიანთი ხმა პარლამენტში, საკრებულოებში. ეს უნიშნულოვანესია იმიტომ, რომ ამ ეთერში და რაღაც ტელევიზიაში გამოდის, რომ და კიდევ სხვა ეთერებში უკვე ათეულობით მაქვს ერთი და იგივე ნათქვამი მართალი ბრძანდებით ჩახვეული გაქვთ თეა საერთოდ და ასევე ჩახვეული გაქვთ, რომ ქართული ოცნება ვერ იქნება მუდმივად ხელისუფლებაში. ეს სიმართლე გითხრათ, არ მსმენია უშუალოდ თეა წულუკიანისაგან, თუმცა მე მისი მემატიანე ბუნებრივი არა ვარ და ყველა მის საჯარო გამოსვლას არ ვადევნებ თვალყურს. აქვე კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ მისი პარტიის წევრი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ქართული ოცნება არას დიდებით არ წავა არჩევნების გზითაც და როგორც ჩანს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უშუალოდ თეა წულუკიანსა და მაჭავარიანს შორისაც შესაძლოა, მაგრამ პარტიაში იყო განხილვა, რომ ლევან რას ბოდავ, ჩვენ წავა, ეს უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ წავალთ არჩევნებით, ოღონდაც კი დაიბადოს ახალი პოლიტიკური სუბიექტი ან სუბიექტები და აქვე ვიტყვი კიდევ ერთხელ და ხმამაღლა პოლიტიკური სუბიექტი დაბადებული თეა წულუკიანის, ირაკლი კობახიძის, გია ვოლსკის, მას გამოცდილება აქვს ამგვარი დავერბოვკებისა და სხვათა პაპუაშვილის და სხვათა კაბინეტებში პოლიტიკური სუბიექტი ვერ იქნება. პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც აღმოცენდება, დაიბადება ქუჩაში, ის იქნება პოლიტიკური სუბიექტი, ოპონენტი რეალური და ოპონენტი არა ყალბი, ხოლო ქუჩაში დაბადებულ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, ახალგაზრდებისა, ძველგაზრდებისა, სიმბიოს ახალგაზრდებისა და ძველგაზრდებისა ერთად ქართული ოცნება არ გაახარებს და მიედავება მას კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში და იტყვის, რომ ისინი რაღაც პირდაპირ თუ ირიბალი ალიანსში არიან პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან, რომელზეც მე ცალკე ვიდეო ბლოგს გავაკეთებ მის გადაყვანასთან დაკავშირებით. აქ თქვენი ნებართვით ამ ვიდეო ბლოგში ხმას არ ამოვიღებ. თეა წულუკიანს უნდა კონტროლირებადი და ზოგადად ქართულ ოცნებას კონტროლირებადი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია პარლამენტში, როცა ვთქვათ ორი ოპოზიციური ჯგუფიაო ამბობს ის, ეს არის ხალხის ძალა, ანუ თეა წულუკიანს გონია, რომ ჩვენ გვჯერა, რომ ხალხის ძალა არის ოპოზიციური ჯგუფი სოზარ სუბარი არის თეა წულუკიანის ოპონენტი. ხო, ოპონენტია კი. თეა წულუკიანისაგან განსხვავებით სოზარ სუბარს უნდა რუსეთი შემოვიდეს საქართველოში დღესვე. თეა წულუკიანს უნდა პირდაპირ მნიშვნელობით ლაპარაკობ, ხვალ შემოვიდეს. სოზარ სუბარსა და ვიქტორია ჯაფარიძეს სამისვანი ვახსენე. უნდათ რომ გუშინ შემოსულიყო რუსეთი, უნდათ, ხო? და ევროპელი სოციალისტები. ეს ევროპელი სოციალისტები რომლები არიან, იცით? რომელი პარტიაა, იცით? ერთი სუბიექტი ვიცი, ერთი პერსონა ვიცი ამ პარტიიდან. ინჯია გვარად, რომლის მამამაც გაყიდა მანდატი, გაყიდა ამ სიტყვას ვიხმარ, იმიტომ კი რომ ფული აიღო. შეტენა თუ გდებავთ ასე ვიტყვი, საკუთარი შვილი პარლამენტში. მე ასაკში ვარო, თქვა ფრიდონ ინჯიამ და მისი შვილი სახელი აიოლა დაამახსოვრდა, იმიტომ რომ უზარმაზარი მასშტაბის კაცის სახელი აქვს. ილია ქვია, ხوار მეშლება ეხლა დავფიქრდი, ხო? ილია ინჯია შეტენა და აი თეა წულუკიანი ცდილობს ჩვენ შემოგვასაღოს, რომ ილია ინჯია და ვიქტორ ჯაფარიძე და დიმიტრი ხუნდაძე თუ ის პარლამენტშია, კიდევ არ ვიცი, სოზარ სუბარი. ისინი არიან ნამდვილი ოპოზიციონერები, ამგვარი ოპოზიციის დაბადება უნდა და თეა წულუკიანს და ამგვარი ოპოზიცია თუ ჩაანაცვლებს ამ უკვე 12-13 წლის ასაკის, 14 წლის ასაკის ქართულ ოცნებას, ყავლგასულს რასაკვირველია და ბიზნესაც ეს უნდა, რომ აი მართვადი ოპოზიცია იყოს და დასავლეთს კი დაუთკიცოს, რომ ქართული ოცნება წავიდა, ხოლო მოვიდა, არ ვიცი რაღაცა. ქართული იმედი, ესეთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აფინანსებს დამოუკიდებელი ბიზნესმენი შუაში ახლა თითქოს, ხო? ირაკლი რუხაძე ან რომელიმე სხვა და მე აღარაფერ შუაში არა ვარ, სხვათა შორის წინააღმდეგობაში ვარ ირაკლი რუხაძესთან რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, თუ რაც ასევე არსებით იტყუილია, შეგუებული ქართულ ოცნებასთან კოჰაბიტაციაში მყოფი ოპოზიცია, ქართულ ოცნებასთან გადაფსკვნილი ვალდებულებით დამოკიდებულებაში მყოფი ეგრეთ წოდებული ოპოზიციად ცხადია ვერ ჩაითვლება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თუ ოპოზიცია დაიბადება ოდესმე და ალბათ მაინც დაიბადება ახალგაზრდების და ძველგაზრდების
ჭარმაგების ერთგვარი სიმბიოზი ან მთლიანად ახალგაზრდული ჯგუფები და კომპლექტები კი არა ჩამოაყალიბებენ ამ ახალ ოპოზიციურ ძალებს, ის დაიბადება ქუჩაში და ნებისმიერი ვინც იგახარიებს, ხო? შეცდომით შეგნებულად, შეუგნებლად, რომელსაც მერე გამოიჭერენ, მერე არ გამოიჭერენ თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი ის იქნება ერთგვარად გარიგებული ბიზიდა ივანიშვილთან მის მიერ მისი მხრიდან მწვანეანთებული ოპოზიციონერი, ხოლო ქართულ ოცნებასთან კომპრომისზე წასული ოპოზიცია, აკი გითხარით და მეხუთედ თუ მეექვსედ გავიმეორებ, რომ ოპოზიციად ვერ ჩაითვლება ნდობას ყოველ შემთხვევაში ქართული საზოგადოებისა ის ვერ დაიმსახურებს. ეს ეხება არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ ახვალ ზეგრობ აპირებენ პოლიტიკური ჯგუფების დაარსებას და გვარებს, რომ არ დაგისახელებთ ახლა მათაც, რომლებიც ესეთი დააყენებული სახეებით გამოდიან უმრავლეს შემთხვევაში და ლაპარაკობენ, რომ სწორ რაღაცებს, დასაკვირველია, მაგრამ არა აქვთ ის ენერგია, ერთის მხრივ სინერგია, მეორეს მხრივ და ასაკვირველი პირველ ყოვლისა სულისკვეთება, რომელიც გულისხმობს ახალი ქართული სახელმწიფოს რესპუბლიკის დაფუძნებას, რომელსაც ერქმევა ანტიბიძინა. შეიძლება ყველა სხვაც მიაყოლო და ჩააყოლო ამ ყველაფერში, მაგრამ ანტიბიძინა სულისკვეთების რესპუბლიკაა დასაფუძნებელი ჩვენს ქვეყანაში და თეატრო ლუკიანის კი ეს კი ვერ გაუგია და არც გაუგია და არც უნდა რომ გაიგოს ეს ყველაფერი. წალეკავს ქართული საზოგადოება თეატრო ლუკიანებს, სოზარ სუბარებს, ვიქტორ ჯაფარიძეებს, კობახიძეებს, პაპუაშვილ ბანდიტებს, მდინარაძეებს, ვოლსკებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და უკლებლივ ყველას, მათ შორის იმ ლევან, რაგვარიც არის, დამავიწყდა უკვე გვარი ლევან მაჭავარიანებს, რომელიც იქადნება, რომ არჩევნების გზითაც ვერ შეიცვლება ქართული ოცნება და დროა ევრობიუროკრატია ამ ყველაფერს შეეგუოს. ბარემ ვიკითხავ, რომელი არჩევნების გზით? მეთქი ეს კიდევ ერთხელ უნდა ვიკითხო, გუშინაც ვიკითხე და ხვალაც ვიკითხავ, რომელი არჩევნების გზით? თუ ოპოზიცია ვერ შეიქმნება ხელოვნური და ვერ შეიქმნება ხელოვნურიც კი არა თუ ბუნებრივი, ხო, ამ დარჩენილ პერიოდში, მაისამდე ასე მაგალითად, თუ მაისში ნიშნავს ბიზნა ივანიშვილი არჩევნებს, ვერ მოვასწრებს ფორმირება, ჩამოყალიბება ფორმირებას, მაშინ რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ საერთოდ უცბად, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ნახევარი, კი არა, მეტი არის გაუქმებული, ნახევარი ასე თქვათ, და შეყვანილი ყავს ლუკიანის კომისიას, უკლებლივ ყველა და ხაზარაძეც კი მის ხიპა, რომელიც საპატიმროდან გამოუშვა ბანდიტმა ყაველაშვილმა და გახარიაც კი მოსხიპა, რომელიც უცხოეთშია დათესილი, გაქცეული და რომელსაც ორ რამეს შედავებიან, ერთი აბსოლუტური აბსურდია და მეორეში თუ არის და არის თანამონაწილეა, მთავარ მონაწილე იმ ყველაფრის 20 ივნისის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების და რასაკვირველია მონაწილე კი მთავარ ავტორი არის რასაკვირველია ბიზნა ივანიშვილი, რომელსაც და ბარემ ვიტყვი და დავამთავროთ. თუ უნდა, აი ნახეთ უცნაურეს რამეს ვიტყვი ახლა. თუ ბიზნა ივანიშვილს სურს, რომ უკლებლივ ყველა პოლიტიკური სუბიექტი გააუქმოს, ვიმეორებ, უკლებლივ ყველა პოლიტიკური სუბიექტი გააუქმოს, მაშინ პირველ ყოვლისა დაიწყოს საკუთარი პარტიით. და დაიწყოს საკუთარი პარტიით, ანუ ჯერ მაგალითი მოგვცეს, რომ გააუქმა ქართული ოცნება, ის საარჩევნო სუბიექტი აღარ არის, მისი უხეშად 40-30 პერსონა სუბიექტი არჩევნებში არ მონაწილეობს, აცხადებს ამას, რომ არ მონაწილეობს კობახიძე, პაპუაშვილი, სხვები და სხვები მომავალ ნებისმიერ არჩევნებში და ქართული ოცნების ნაცვლად ბუნებრივად აღმოცენდა მის ძლებზე, საფლავზე არსებული ახალი პოლიტიკური სუბიექტი, პირობითი სახელწოდებით ქართული იმედი, რომელსაც თავად აღარ ეხმარება. აი ამ შემთხვევაში ის ძალიან თეორიულად შეიძლება ყველა გაიწიოს და მერე უკვე აბსოლუტურად მოშრიალებულ ველზე ჩატარდეს არჩევნები, ოღონდ სიმართლე გითხრათ, ვინ ჩაატარებს, ესეც სიგიჟე და სისულელეა, ვინ იქნება მონაწილე, პარტიები თუ გაუქმებულია, სხვებიც, ქართული ოცნებას თუ არ მონაწილეობს, ან გაუქმებულია და ასე შემდეგ, ვინ მონაწილეობს. ეს ეგრეთ წოდებული პროექტი, რომელიც ახლა თითქოს სამწდა, მსჯელობ ხოხმა, მაგრამ ესეც სიგიჟე იქნებოდა, ქართულმა ხალხმა უნდა გააუქმოს ბიზნა ივანიშვილის პარტია, გააუქმოს და მართლა არ მისცეს მას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ვითარცა, ანუ როგორც რუსულ პროექტს და რუსული პროექტის პარტიები, მე ყოველ შემთხვევაში ამას მივაწვევი საომავლოდაც,
ხო, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებები და ინდივიდებიც, კი, ინდივიდების ხადია კანონის სრული დაცვით და ასე შემდეგ არჩევნებში არ უნდა მონაწილეობდნენ როგორც არჩეული პირები. ამიტომ ისიც დაივიწყეთ, რაც 2 წუთის წინ თქვი. ბუნებრივი სელექცია მოხდება მაღალი ალბათობით, პარტიები თავისით გაუქმდებიან, მე კი ვიცი და წარმომიდგენია, ხვდები, ვჭრეთ რომელი პარტიები, მაგრამ კაბინეტებში პარტიები არ უნდა დაიბადოს. შენ გჭირდება გამოწვრთნა, ეხლა რაღაც ლექსის მსგავსად გამომდის, გამოწვრთნა ქუჩაში პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ გამოცდებს ქუჩაში ჩააბარებენ და არ იქნებიან ისეთები, ვაღიარებ ამას, როგორიც არის, არა თუ ქართული ოცნების ბანდიტური დაჯგუფება 99 დეპუტატი და კიდევ რაღაც მინისტრები და ასე შემდეგ, არამედ ისეთები არ იქნებიან, როგორებიც არიან ქართულ ოპოზიციაში, ახლა მეინსტრიმ უმრავლეს შემთხვევაში სამწუხარო კია, მაგრამ მაინც კი რასაკვირველია უნდა ვანდოთ პოლიტიკოსებს პროცესი, მეც ამ აზრზე ვარ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ ხოლმე ხანდახან მაინც, რომ ეს პოლიტიკოსები არ ვარ გადან ჩვენში რომ დარჩეს. მაგრამ მათ ადგილას უნდა გამოვიდეს და პოლიტიკური პარტია რა გადავეკიდები ახლა. შენ არ გადავეკი, აი უნდა შექმნას ზვიად რაგვარია ის ახალგაზრდა კაცი, ზვიად ცეცხლაძე. ხო, უნდა შექმნას მით უმეტეს რომ მაგალითად ანდრო ამდენად ხვდები, ანდრო ჭიჭინელისაგან განსხვავებით, მას რაღაც პოლიტიკური მსოფლმხედველობა აქვს, ხო, სურს რომ პოლიტიკაში იყოს და ასე შემდეგ. ამ პირებმა თუ ეს პირები თუ შექმნიან პოლიტიკურ ჯგუფებს, რასაკვირველია, არ ვიცი, რაღაც სათანადო რეკლამირებისა თუ პრომოუტინგისა თუ კამპანიის გათვალისწინებით, ჩემი მოსაზრებით უმცირეს 20%-ისა არ აიღებენ, ოღონდ ეს პირები ხა მაინც და მაინც ცეცხლაძეზე არ ვლაპარაკობ, ანუ ახალგაზრდები, რომლებიც მაგრამ ჯერ აქამდე ადრეა, ჯერ უნდა გაეთხეს და ჩვენი დასამარცხებელია ეს თეა წულუკიანისა, მაჭავარიანისა და რასტავარია პიზინა ივანიშვილის ბანდა. რა დავარქვათ ამ ვიდეო ბლოგს? ხო, თუმცა თეა წულუკიანი იმას ამბობს, რომ ეს ხაზრაძეებიო, ეს არ ახსენებს, მაგრამ მაინც ხო, ახსენებს. ხაზრაძე და ბალდი ჯაფარაძე ეს ის ხალხია, რა თქმა უნდა, და რომელიც ვერ იქნება პოლიტიკური ველის დამაბინძურებელი, რადგან ისინი მწვავე, გნებავთ კვახე, გნებავთ აგრესიული, მაგრამ ჯანსაღი ოპოზიციის აღმოცენებას უშლიან ხელს თუ ვინმე უშლის. ოპოზიციის აღმოცენებას კი არა, საერთოდ პოლიტიკურ პროცესს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ბანდიტი თეა წულუკიანი. ნახვამდის. და მისი პარტია რასაკვირველია, ბანდიტთა პარტია. ბიძინა ივანიშვილი და 40 ყაჭაღი. 40 კი რა 99.